თუმცა არ უწყობს კავშირი რეგულაციები ხელს კონკურენციას, იმიტომ რომ მე პირადად ჯერა რომ მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში არის შესაძლებელი იგივე თქვა საპროცენტო განაკვეთების კლება, განსხვავებული პროდუქტების შეთავაზება მოხმარებლებისთვის და გაცრდება არა მხოლოდ ცეცხლის აღების, არამედ სასურველი ნივთის განვადებით შეძენის პროცედურაც. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტექნიკისა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს გაყიდვები შეუმცირდებათ. ცნობილ სარეკლამო სლოგანს ცეცხლის შემოსავლების დასაბუთების გარეშე მალე ბაზარზე ახალი შეცვლის. კიდევ ერთი საბავშვო ბაღი, რომლის ტერიტორიაც შესაძლოა კონკრეტული გავლენიანი პირების ინტერესის არეალში მოხვდა თბილისის ცენტრში, ერთ-ერთი საუკეთესო აღმზრდელობითი დაწესებულების შენობა უპატრონოდ არის მიტოვებული. ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, რომ შენობა გამაგრებას ექვემდებარებოდა, თბილისის მერიამ რეაბილიტაციისთვის თანხა არ გამოყო და მე-6 ბაღი სხვა მისამართზე გადავიდა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ აღმაშენებლის გამზირთან მდებარე ტერიტორიით სავარაუდოდ გავლენიანი მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებული. სწორედ ამით ხსნიან საკრებულოს დეპუტატები მერიის მიერ რეაბილიტაციაზე უარის თქმას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის უპატრონოდ მიტოვებას. სრული ნაკადით წყალი არც მეტი, არც ნაკლები მე-6 საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მოედინება. ეს ყველაფერი არ არის. ადგილი, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ათეულობით ბავშვი სწავლობდა, ახლა სანაგვედ არის ქცეული. ყველა ადამიანს, ვინც აქ შემოვა, დარწმუნებული ვარ, პირველი შთაბეჭდილება დარჩება, რომ ის ნაომარ ადგილზე მოხვდა, რადგან შენობა, სადაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ახლა სრულად განადგურებულია. ჩამონგრეულია ჭერი, კედლები, ჩამოხსნილია კარები, ჩამწრეულია ფანჯრები, შენობიდან გატანილია ავეჯის ძირითადი ნაწილი, იატაკზე ყრია მცირეწლოვნების ნივთები, მათ შორის სათამაშოები, რომლებიც დღეს შეიძლება ბევრი ბავშვისთვის სანადრელი იყოს. შენობა ისე დაცალეს, რომ ადგილზე დატოვეს ავეჯი, საწოლები, ლეიბები და სათამაშოები. ეს ინვენტარი ნებისმიერ საბავშვო ბაღს გამოადგებოდა. ადგილობრივები, რომლებიც ბაღის მიმდებარედ ცხოვრობენ, ყვებიან, რომ შენობა ყოველდღიურად იძარცვება. დირექტორი უკლება. თვითონ არის დირექტორი ეს? ხო, თვითონ არის, ხო. ეს უკლება, ხო და ნივთები გაქონდა? ეტანა, სულ განადგურა, სადზე იყო საინტერესო, სულ ახალი ლოგინები იყო საბავშვო მატრასები და ესე შემოსული. გაატანა თავისიანი მთელი მერია იყო დაცეული ზედა. 9 ჰექტარზე განთავსებული ამ შენობიდან სხვადასხვა მასალების გატანის შესახებ ინფორმაციას ფლობს ოპოზიციაც. დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა მერიის მაღალჩინოსნებს ეკისრებათ, რომლებმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამ ადგილით მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან დაინტერესებული და აქ მალე შესაძლოა სხვა დანიშნულების შენობა აშენდეს. ამ სურათის შემყური ალბათ პირველი რაც გახსენდება, ეს არის ჩერნობილის ტრაგედია და იქ მიტოვებული შენობები, ზუსტად ასევეა მიტოვებული და გაძარცვული ეს შენობა. ჯერ კიდევ გუშინ, აი აქ მაგალითად ეს კაბელები იყო დახოვული და დღეს როგორც ჩანს, აქ გუშინ ღამე როგორც ჩანს მოიპარეს და გაძარცვულია ყველაფერი. მე-6 ბაღი 2007 წელს გარემონტდა. 2015 წელს კი მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შენობა გამაგრებას ექვემდებარებოდა. მაგრამ მერიამ ეს დასკვნა მაშინ არაფრად ჩააგდო და შენობა არ გამაგრებულა. სამაგიეროდ რამდენიმე თვეში ის უკვე დასანგრევი გახდა. საბავშვო ბაღი არის გადაქცეული რაღაცა პოლიგონად გაურკვეველი ინვენტარის და ასე შემდეგ და უამრავია ის საწოლი, რომელიც შეიძლება და გამოყენებული ყოფილიყო. ეს არის სამსართულიანი საწოლები, რომელიც აბსოლუტურად გამოსადეგარია. ნებისმიერ ბაღს გამოადგებოდა ეს ინვენტარი. ბაღის ყოფილი შენობის ყველა სართულზე, ყველა ოთახი ნაგვით არის სავსე. სავარაუდოდ ამ ადგილს ღამის გასათევად და გასართობადაც იყენებენ. შენობას უკვე დიდი ხანია არავინ იცავს. დედაქალაქის მერი, რომელიც ფაქტობრივად კომპასით გადაადგილდება დედაქალაქში, ურჩევნია მოვიდეს აქ ის სელფიდოები, რომელიც მას ძალიან უყვარს. ერთი აი აქედან როგორ ჩაგვერთვება კახიკალაძე და აი ამ რეალობას თავად აი ასე როგორ დაინახავს, ძალიან საინტერესო იქნება. არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იხსნის ბაღების მართვის სააგენტო. ხელმძღვანელი ამბობს, რომ შენობის მეთვალყურეობა მე-6 ბაღის დირექტორის მოვალეობა. კახა გვანცელაძის თქმით, დაცვა უნდა გაძლიერდეს იქ, სადაც არავინ არაფერს იცავს. რაც შეეხება უსაფრთხოებას თავად ინვენტარის და შენობის, როგორც მოგახსენეთ, ადმინისტრაცია არის პასუხისმგებელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ დამატებას დარაჯის ან დაცვის კონკრეტული კომპანიის.
ოპოზიცია დედაქალაქის მერს სპეციალური განცხადებით რამდენიმე დღეში მიმართავს. დეპუტატები ბაღის ყოფილ შენობაში ინვენტარის აღწერასა და ტერიტორიის დასუფთავებას მოითხოვენ. ზემოდან ჩამოვარდა ბათქაში და ბავშვს დაეცა თავზე. კვლელი კორპუსები თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები და უბედური შემთხვევა, რომელსაც 9 წლის გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა. Alta-OK-ში შეიძინეთ უახლესი Huawei P20 Pro